17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება. Ამ დღესთან დაკავშირებით თბილისში დილიდანვე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ ანსამბლებთან და შემოქმედებითი ჯგუფებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული კულტურული კოლექტივები მონაწილეობდნენ. დღევანდელი დღე არის უდიდესი დღესასწაული, ეს არის ოჯახის სიწმინდის დღესასწაული, რაც არის საფუძველი ერის ძლიერებისა, ერის სიჯანსაღისა, რამე თუ ოჯახში ყალიბდება უპირველეს ყოვლისა სიყვარული ადამიანებს შორის, მეუღლეებს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის, შვილებისა, უფროსებისადმი და შესაბამისად თუ ოჯახი არ არის ჯანმრთელი, პიროვნება ვერ გაიზრდება ჯანმრთელი, ერი არ იქნება ერთიანი, მთლიანი და ამიტომ დღეს, როდესაც ჩვენ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში, როცა ხშირია ცოლ-ქმართა ასეთი შორის სიმტკიცის დეფიციტი, მთლიანობის, ერთიანობის, აი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიხსენოს ოჯახის მნიშვნელობა, რომ იყოს ოჯახი ჯანსაღი, მრავალშვილიანი და იყოს ბედნიერი თვითონ ოჯახის ყველა წევრი და მთელი ჩვენი საზოგადოება. ჩვენ ვართ ყაზბეგიდან, ჩამოვედით დღეს ჩვენი უწმინდესის სიყვარულით, იმისი სიწმინდით, იმისი სიძლიერით. ესე იგი, არც ერთი ქართველი მე მგონია, არ ამგონია, რომ იყოს დღე საქართველოში, რომ არ იცოდეს დღეს რა დღეა. დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ჩვენ ვართ დარიალის კარიბჭეში და ვიცავთ საქართველოს იქედან. ვილოცავ ყველა ქართველს, ყველა ოჯახს დღევანდელ დღეს და ვილოცავ მის უწმინდესობას, რომ აი ასეთი დღე დაგვიწეს. ღონისძიებები ერთდროულად 5 სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ფილარმონიის წინ, ვარდების მოედანზე, პარლამენტთან, ოპერისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ მრევლი სასულიერო პირებთან და შემოქმედებით კულტურულ ჯგუფებთან ერთად დაახლოებით ერთსა და იმავე დროს შეიკრიბა. დღეს არის ოჯახის სიწმინდის სიმტკიცის დღე, გამოცხადებული ჩვენი უწმინდესის მიერ, რომელსაც უერთდება მთელი საქართველო. რომელთაც მიაჩნიათ ღირებულად ეს ტრადიციები, ჩვენი მამაპაპური, ეროვნული რაც მთავარია, ქართული და ჩვენ დიდი სიამოვნებით ღებულობთ ამაში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მთელი რეგიონებიდან საქართველოსი და აი ესე ერთმანეთ ერთმუშტად შეკრულები ღმერთმა გამყოფოს და გაგვაძლიეროს. აღფრთოვანებულები ვართ, რომ დღეს ჩვენ ამ კონცერტზე გვიწევს გამოსვლა და მივესალმები, რომ აი ასე ეროვნულ საქმეს ემსახურება ჩვენი ეკლესია, ჩვენი მრევლი და აი ულოცავ ყველას დღევანდელ დღეს. უკვე მესამე წელია, ესე აღნიშნავთ 17 მაისს. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს და ღმერთმა გააძლიეროს და გაამთლიანოს ჩვენი ოჯახები. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი პატრიარქი. სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს და ხალხური სიმღერებისა და ცეკვების ფონზე მრევლს ესაუბრნენ ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე. დღევანდელი დღე მისი უწმინდესობის მოსაკუთრებით გამოცხადდა ოჯახის სიწმინდის დღედ. მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოსთვის იმდენად, რამდენადაც მოგეხსენებათ 21 საუკუნეში, როდესაც ხდება გადაფასება ღირებულებების, პასეულობების. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი, ჩვენი მართლმადიდებელი დედა ეკლესია მტკიცედ ვაფიქსირებთ, რომ ჩვენს ღირებულებებზე, პასეულობებზე, ჩვენს რწმენაზე ძვირფასი ქართველი კაცისთვის არაფერი არ არის. ძლიერი ოჯახი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. სწორად აღზრდილი შვილები, ჩვენი ხვალინდელი დღე და მომავალია. გვიყვარდეს უფალი ღმერთი ჩვენი. გილოცავთ დღევანდელ დღეს. იყავით ბედნიერები, გიხაროდეთ და კიდე გიხაროდეთ. ემსახურეთ სიკეთეს, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემას. დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა და ეს ძალიან დიდი დღესასწაულია საქართველოსთვის და გილოცავთ ყველას. მსვლელობა ხატებითა და ბაირაღებით ფილარმონიიდან დაიწყო და შეკრებილი საზოგადოება მას სხვადასხვა წერტილიდან შემოუერთდა. მსვლელობას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღოდა, რომელიც სასულიერო პირებმა ლაზეთიდან ანდრია პირველწოდებულის გზით ჩამოაბრძანეს. ყველა ქართველი უნდა იყოს დღევანდელ დღეს ერთად, მაგრამ არა მარტო დღევანდელ დღეს. ქართული ოჯახის სიწმინდე ძალიან ბევრ ამას ნიშნავს.
საქართველოსთვის ჩვენი წინაპრებიდან მოყოლებული, იმიტომ ვართ ასეთი კარგები და იმიტომ ვართ ასეთი ლიდერები. მართალია წაგვართოს ტერიტორიები, მაგრამ ემა დავიურველი, იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის სიწმინდე გადაგვარჩეს და აი ამათი ცხოვრება გადაგვარჩეს. სულ ყველას გილოცავთ მთელ საქართველოს. დღეს არის 17 მაისი. დღეს არის ოჯახის დალოცვის დღე. გილოცავთ ყველას. ფარავდეთ უფალი. ოჯახების დალოცვის დღე ძალიან დიდი დღესასწაული. ჩვენ გვიხარია მესხები ვართ ჩამოსული. გვიხარია ეს დღესასწაული და გვინდა რომ თელს საქართველოს მიულოცოთ ეს კარგი წმინდა დღესასწაული, ძალიან წმინდა დღესასწაული. ოჯახიდან იწყება მთელი ცხოვრება, ხუასია. ოჯახი უნდა იყოს სუფთა, წმინდა. დღევანდელი დღე უდიდესია მთელი ერისთვის. და პირველ რიგში ჩვენ როგორც ქართულმა ერმა, წარმომადგენელმა საქართველოსმა უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ღირსება, ეროვნულობა. ჩვენი პატრიარქის მოწოდებაა ეს და მადლობა ღმერთს, რომ ყოველწლიურად მატულობს ხალხი და უკეთესობაა ყოველწლიურად. ერთმა დაგულოცოს და გაგვეძლიეროს მთელი ერი. რუსთაველის გამზირისა და სანაპიროს გავლით მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა. მრევლმა ილია მეორის მიერ სპეციალურად დღევანდელი დღისათვის გამოცემული ჟურნალიდან ნაწყვეტიც მოისმინა, სადაც პატრიარქი ოჯახის სიწმინდის მნიშვნელობაზე საუბრობს. ჩვენ დღეს შევთხოვთ უფალს, რომ მეოხებით და ყოვლადწმინდის ღვთისმშობლისა ღმერთმა დალოცოს ჩვენი ოჯახები. დღეს არის ოჯახის დღესასწაული. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რათა მტკიცე იყოს ქართული ოჯახი, მრავალი შვილი აღზარდოს ქართულმა ოჯახმა. და ამასთან დაკავშირებით გამოიცა ჟურნალი, რომელსაც ეწოდება ბედნიერი ოჯახი. ტაძარში შეკრებილი 7 და მეტშვილიანი ოჯახები მამულისათვის თავდადებული ოჯახის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს, რის შემდეგაც პატრიარქმა ბავშვებთან ფოტო გადაიღო. 17 მაისს ოჯახის სიწმინდისა და პატივისცემის დღის აღნიშვნა პატრიარქის ინიციატივითა და ლოცვა კურთხებით 2014 წელს დაწესდა და ყოველწლიურად ტრადიციული მსვლელობით აღინიშნება.